მოგესალმებით თითოეულ თქვენთანგან სულმესი მადლობა იმის რომ გამოწერილ გახთ ჩემი არხი იმისამ ალაიქებთ და აკომენტარებთ ვინც არ მიცემთ გაგეცნობით მე ვარ კატა რამოდენიმე წუთი წაგართმევთ და გეტყვით რომ როგორც ყოველთვის თვის დასაწყისში ვაკეთებ ხოლმე აქციებს და შესაბამისად მოდის ოქტომბერი ფაქტურად უკვე 1 ოქტომბერია და რა თქმა უნდა იქნება აქცია სრული დიაგნოსტიკა შეგიძლიათ მიიღოთ ფასდაკლებით 150 ლარის ნაცვლად 80 ლარად, ხოლო ერთი კონკრეტული საკითხი 80 ლარის ნაცვლად 50 ლარად, ასე რომ შეგიძლიათ მომწეროთ პირადი შეტყობინება, რა თქმა უნდა WhatsApp-ში, მითითებულ ნომერზე, რომელსაც ვიდეოს ქვემოთ მივუთითებ და გაერკვიოთ თქვენთვის სასურველ მდგომარეობაში, ხო? ვიღაცას სრული დიაგნოსტიკა, ვიღაცას პირადი დიაგნოსტიკა. ერთი საკითხის. რაც შეეხება გაშლას, დღევანდელი გაშლა, მინდა გავაკეთო, ძალიან ხშირად ვაკეთებ ამ ბოლო დროს და შეიძლება გაგიკვირდეთ კიდევაც, რომ რატო ვაკეთებ ამ გაშლებს ესე ხშირად, ხო? მიცვალებულების ენერგიიდან განა რა ინფორმაცია ესეთი და რატო არის მნიშვნელოვანი. გეტყვით იმას, რომ ვისაც ჩემთან კომუნიკაცია აქ იცის, რომ მე მაქვს ესე კავშირი, ესე რომ ვთქვათ, ან სიზმრებში, ან ისე ხილვაში. და ამ ბოლო დროს ძალიან გამძაფრებულად მოდიან მიცვალებულები. არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც ეს ჩემი კონკრეტული, ვთქვათ, წინაპრები არიან, მაგრამ არის შემთხვევა, როდესაც საერთოდ არ ვიცი ვინ არიან. უბრალოდ რაღაცა ინფორმაციას აძლევენ და მე მიდიან. შესაბამისად, ვთვლი, რომ შესაძლებელია ეს ინფორმაციები იყოს ისეთი, რომელიც, ვთქვათ, ჩემი მსმენელს ვიღაცისთვის ძალიან, ესე ვთქვათ, კონკრეტული პასუხებიც კი იყოს, ვთქვათ, მის ცხოვრების რაღაცა ამ ეტაპზე და ეს მომენტიც არის, რომ რაღაცა უნდათ, რომ ჩემგან გავცე ხო ეს ინფორმაცია. ამიტომ გავაკეთებ ესეთ გაშლას, რისი თქმა სურს მიცვალებულებს, რა უნდათ რა თქვან. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ნახოთ თქვენ რა ენერგიებში ხართ, რა სიტუაციაში ხართ ახლა ხო, რა მდგომარეობაში ხართ და უბრალოდ როგორ გხედავენ ისინი ხო თქვენ, როგორ გხედავენ ისინი ამ ეტაპზე და აუცილებლად გავარკვიოთ ვინ არის ხო, როგორი ადამიანი მოვა, რომ თქვენთვის უფრო მარტივი გახდეს ვისია ეს სიტუაცია და ვისთვის არის ეს ინფორმაცია, რაც აქ იქნება გაჟღერებული. ნახოთ, პირველ რიგში ვნახოთ თქვენ რა სიტუაცია გაქვთ ახლა, რა მდგომარეობა გაქვთ. თქვენ ესე რომ ვთქვათ, შეიძლება ახლა ამ ეტაპზე ებრძვით საკუთარ შიშებს, ხო, საკუთარ შიშებს რასთან მიმართებაში. მე ესე ვიტყო, რომ შეიძლება აქ ახლა ამ ეტაპზე ადამიანს ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა დაეკისრა ერთიანად, ხო, არის რაღაც ესეთი მომენტები ხოლმე, როდესაც თითქოს ყველა ნიუანსში ერთიანად რაღაცა პატარ-პატარა არევები ხდება და თითქოს ადამიანი არის, ასე ვთქვათ, პანიკაში, ხო, პანიკაში, ნახეთ როგორ მომენტი, როდესაც სიმშვიდე აქვს და სტაბილურობა მიღებული გონებას და ორგანიზმს, ხო, შესაბამისად უცებ რაღაცა რომ გამოდის წყობილებიდან, ხო და წყობილებიდან როდის გამოდის ქაოტურად ხდება რაღაცები ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც უცბად ერთი ადგილიდან მეორედ უნდა გავიქცეთ მეორედან მესამეზე რაღაც მთელი დღის განმავლობაში გადატვირთულები ვართ, ხო, ფიზიკურათაც, გონებრივათაც და ეს ემოციური ფონი არის, მხოლოდ მაშინ ხდება, ხო, ეს პანიკა ორგანიზმის. შესაბამისად, ახლა ამ ეტაპზე თქვენს ცხოვრებაში შეიძლება იყოს რაღაც ისეთი მდგომარეობა, რამაც ესე ვთქვათ, თქვენმა ორგანიზმმა და გონებამ ჩართო შიშის მდგომარეობა და ცოტა დაძაბულ და დასტრესილ ენერგიებს მიჩვენებს. ხო, აი ნახეთ, ზუსტად ის მომენტი არის, როდესაც ადამიანს ყველაფერი რაღაცნაირად ერთიანად
როგორ ვთქვათ ხო, აი დაატყდება თავს, მაგრამ ძალიან კარგია ის მომენტი, როდესაც ხედავენ თქვენი წინაპრები ხო, მისგან გარდაცვლილი ადამიანები, რომ თქვენ მიუხედავად ამ ყველაფრისა მიდიხართ მაინც გამარჯვების გზისკენ, ხო? ანუ მიდიხართ იმ გზაზე, რომელმაც უნდა მოგიტანოთ გამარჯვება, რომელმაც უნდა მოგიტანოთ წარმატება. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა შეიძლება თქვენ თვლიდეთ, რომ ეს რაღაცა მდგომარეობა, როდესაც რაღაცები ირევა, ეს არის ის მომენტი, რომ აი ყველაფერი ცუდად იქნება. არა, ხანდახან არის ხოლმე, რომ ადამიანებს ან გვეზარება, ან უბრალოდ გვეშინია, რომ ხო და რაღაცა ჩვენი ასე ვთქვათ, კომფორტის ზონა დავტოვოთ და ნუ რაღაცა მერე წავიდეთ წინ, ხო? და აქედან გამომდინარე ძალიან ხშირია ხოლმე, როდესაც ადამიანები თავის ცხოვრებას ზუსტად ამისთვის, აი, ზუსტად ესეა ტორმუზებენ ხოლმე, როდესაც ვერ რისკავენ, რომ რაღაცა ახალი წამოიწყონ, ვერ რისკავენ, რომ რაღაცა ნაბიჯი შეცვალონ, ხო? ეს არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ურთიერთობა იყოს, თუნდაც სამსახური იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანს, როდესაც ეშინია, რომ შეცვალოს რაღაცა ნაბიჯი, ეს უკვე მის ცხოვრებას ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის, ესე ვიტყოდი. კიდე როგორ ხედავენ? სხვადასხვა იცით რა არის, აი ნახეთ, ესე ვიტყოდი, რომ სამყარო ძალიან არ ვიცი თქვენ რატომ გაქვთ ეს შიშის ფაქტორი, მაგრამ ესე გეტყვით, რომ შესაძლებელია ეს ზუსტადაც რომ თქვენ მიდიხართ გამარჯვების გზაზე. თქვენ მიდიხართ იმ წარმატების გზაზე, რომელიც თქვენთვის ძალიან შეიძლება ბევრისთვის ძალიან დიდი ხნის ოცნებაც იყო, ხო? რაღაცა თქვა თავის ბიზნესი ქონოდა, ან რაღაცა ისეთი ტოქსიკურ ურთიერთობაში იყო და თქვა დაესრულებინა. როგორ ხედავენ ეს ადამიანები, რომლებიც ახლა ამ ეტაპზე არ არიან, ხედავენ სხვადასხვა ძალიან ხედავენ ძალიან კარგ ენერგიებში, მიუხედავად რომ აი თავიდან ამოდის თქვენ არის თქვენი შიშები, თქვენ გეშინიათ რაღაცა ნაბიჯები, თქვენ გაქვთ ის რაღაცა შინაგანი კონფლიქტი საკუთარ თავთან, თორე თვითონ ეს ადამიანები ხედავენ, რომ თქვენ მიდიხართ გამარჯვების გზაზე, სადაც გექნებათ ის ემოციები, ის სიმშვიდე, ის წარმატება, ის გამარჯვება, სადაც დატკბებით ხო თქვენი თითოეული ნაბიჯით, სადაც თქვენი მატერიალური მდგომარეობაც გაუმჯობესდება, სადაც იქნება ძალიან ისეთი მშვიდი, წყნარი, გაწონასწორებული, სიყვარულით ახსავსე მდგომარეობა. კიდე როგორ ხედავენ? თავისუფლდებით, აი მე ესე ვიტყვი, რომ ეხლა როგორც ჩანს, თქვენ გაქვთ კარმული პერიოდი, სადაც ადამიანი თავისუფლდება და უნდა აღიდგინოს თავიდან ენერგიები, ხო? ადამიანი, როდესაც ყველა იმ დაბრკოლებიდან, რომელიც მას გააჩნდა, ყველა იმ შიშებიდან, ყველა იმ რაღაცა, ეხლა ხო გეუბნებით თქვენ თუ ვფიქრობთ, რომ რა გამარჯვების გზაზე მივდივარ და რა დღესასწაულზე ვსაუბრობთ, ან რა მატერიალურ კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ, როდესაც თქვათ სამსახური დავკარგებ, თქვათ ან ხელფასი დაგვაკლეს, ან პირად ურთიერთობაში რაღაცა ამერია ვიღაცამ ხო, ანუ იცით რა არის ნახეთ, თუ გადახედავთ, ალბათ ეს იყო ის კომფორტის ზონა, რომელიც თქვენ შექმენით, რომელშიც ძალიან დიდი ხანი გაიყინეთ და არ აძლევდით საკუთარ თავს, რომ ამ სიტუაციიდან გამოსულიყვეთ და კიდევ უფრო მეტი სიკეთე და მეტი წარმატება გქონოდეთ, ხო? შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც თქვენი ანუ ადამიანები, რომ მიცვალებული ადამიანები, ხედავენ თქვენს პოტენციალს, ესე რომ ვთქვათ, ხო, თქვენს რაღაცა წარმატებას და ის შიშები, რომელიც ახლა თქვენ გაქვთ, ეს არის რაღაცა ფაქტურად შეიძლება ითქვას ძალიან ისეთი ილუზიური, იმიტომ რომ თუ თქვენ ჩართავთ თქვენს გონებას, თუ თქვენ რაღაცნაირად მოისმენთ, არ ვიცი, შესაძლებელია აქ რაღაცა იყოს იცით რა მომენტი, რომ ნუ ვიღაცა იყოს ისეთი კარგი ინტუიცია გქონდეთ მშვენივრად განვითარებული და შესაბამისად აქ ის მომენტია, როდესაც ჩართე შენი ინტუიცია, ჩართე შენი გონება იმასთან მიმართებაში, რომ აი საიდან რა, როგორ რანაირად ხო, რატო მოხდა თუნდაც რაღაცა
ის ცვლილებები და ძვრები. მეორე მომენტი არის შესაძლებელი იყოს ის მომენტიც, რომ ხა შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ შეიძლება არის ის მდგომარეობა, როდესაც აი ხარს ამ ვიდეოებს უსმენთ, ხო, ადამიანები ეს ის მომენტია, როდესაც რაღაცა ინფორმაცია გვაინტერესებს, ხო? კი, საჯარო გაშლები ძალიან ხშირად არის, რომ როცა რეზონირდება და რაღაცა, მაგრამ ნახეთ როგორ მომენტია, ასე თუ ისე აქ საჯარო გაშლები ბევრი ადამიანი უყურებს და შესაბამისად რაღაცა ენერგეტიკულად ცოტა დაკავშირებების მდგომარეობა თქვენ გიწევთ აქ უფრო მეტი დაკავშირება, ხო? აქ ანუ ამოიცნოთ ის რაღაცა მდგომარეობა, მე რაღაცა მიაწებოთ და თქვენთვის აი ეს რაღაცა სწორი ინფორმაცია აიღოთ. შესაბამისად თითქოს ეს ადამიანები ხედავენ იმასაც, რომ შეიძლება საჭიროებს თქვენთან ის მდგომარეობა, რომელიც საჭიროა დაამუშაოთ, ესე რომ ვთქვათ, თუნდაც რომელიმე ეზოთერიკოსთან, რომელიც თქვა თქვენ მოგეწონებათ და დაგაინტერესებთ, ხო, ანუ მოგწონთ მისი, ვთქვათ, გაშლა საუბარი ან რაღაცა ყველაზე მეტად თქვენთან რეზონირდება მისი გაშლები. ასე რომ ნახეთ, უნდა მიმართოთ იმ მხრივ, რომ შეიძლება იყოს ისეთი მომენტებიც და ისეთი ნიუანსებიც, რომელიც აქ თქვენ ვერ დაიჭიროთ, ვერ დაკავშიროთ რაღაცა სიტუაციურად, მაგრამ ეს ზუსტად ის ინფორმაცია იყოს, რომელიც ძალიან გჭირდებათ. ამიტომ თითქოს რაღაცა განთავისუფლით იმ დაფარული სიტუაციებია, რომელზეც ჯერ კიდევ ვერ ამოგეხსნათ, ხო? თუ თქვენ რაღაცა ერთ წრეზე დადიხართ, ხო, ერთ წრეზე ტრიალებთ და არ მთავრდება ის ემოციური მომენტი, რომ აი თითქოს ამოვედით, ვიშოვეთ სამსახური პირადის დაგვეწყო რაღაც, ყველაფერი კარგად არის და მე ისე უკვლავ ბრუნდებით იგივე წყალში და იგივე ხიდზე გადადიხართ და ის ხიდი ზუსტად იქ ტყდება, სადაც წინა ჩატყდა. ნუ აქ უკვე ხო რაღაცა მინიშნება ის მომენტი, რომ მოდი აბა ჩაეძიებ ბოლომდე, იქნება სხვა რამე არის კიდევ ისეთი, რომელიც გიშლით ხელს და რომელიც არ გაძლევს საშუალებას, რომ წინ წახვიდეთ, ხო? ეს არ არის მაინდამაინც ახლა შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რა რაღაცა ნეგატიური. არა, ნეგატივზე არ არის. შესაძლებელია ნახეთ რა მომენტი იყოს დასამუშავებელი გქონდეთ თქვენს სულიერ ქვეცნობიერში ის მომენტი რაღაცა ერთი პატარა ნიუანსი, რომელიც შეიძლება არც კი აქცევთ ყურადღებას და ზუსტად იმას უნდა მიაქციოთ ყურადღება და როგორც კი იმას მიაქციოთ ყურადღებას და დაამუშავოთ, ყველაფერი დაალაგდება, ხო? აი სადღაც არის პატარა მარცვალი, რომელიც აი თითქოს ღვივდება, მერე ისევ ქრება, მერე ისევ რაღაცა ღვივდება, ხო? ასე რომ ნახეთ, ესე ვიტყვი, ყვავილები, ეს ნარცისი ყვავილი რო არის, ბოლქვებით მრავლდება და აი, აქაც ეს მომენტია თითქოს რა, რაღაცა ბოლქვია ჩატოვებული, რაღაცა პერიოდის გაყვავდება, მერე გადაივლის სეზონი, ჩაჭკნება, მაგრამ ბოლქვი მაინც რჩება, ხო? მაინც რჩება ის რაღაცა, ანუ გადაივლის პერიოდი რა მომენტია, ხო? ის მომენტი, როდესაც გაყვავდა რაღაცა პრობლემა, თქვენ იბრძოლეთ, თქვენ ეს პრობლემა აღმოფხვრით, დაალაგეთ, გააკეთეთ და ამოისურვეთ. მაგრამ ისევ გაყვივდა, იმიტომ რომ ის ბოლქვი ისევ იქ არის, იმიტომ რომ ეს არის დასამუშავებელი მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად უნდა დაამუშავოთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში იმ ბოლქვს თუ არ ამოიღებთ, არაფერი არ ეშველება, ხო? აი რაღაც ეს მომენტია. თუ არ ამოიღებთ ამ ყველაფერს და თუ არ განთავისუფლებით აი ამ შინაგანი რაღაცა გაურკვევლობებით, რომელიც არ გაძლევთ მოსვენება, შეიძლება ძალიან ხშირად ფიქრობდეთ. შეიძლება იყოს ის მომენტი, როდესაც ადამიანს რაღაცა სიზმრები აქვს, ნიშნები აქვს და ამ ნიშნებს ხშირად ხედავს, მაგრამ ვერ დაალაგა და ვერ მივიდა იმ ინფორმაციამდე, რისით გმავსურთ, ხო, ამ ნიშნებს, ხო, რაღაცა ეს მომენტიც. ასე რომ თითქოს აქ რაღაცა მომენტში არის ის მდგომარეობა, რომ ნუ გეშინიათ, ანუ ესენი ხედავენ, რომ თქვენ ყველაფერი კარგად გექნება, მთავარია განთავისუფლება თქვენი შიშებისგან, თქვენი პრობლემიდან. თვალებში ჩახედოთ პრობლემას, ხო, აი რაღაცა თითქოს ეს მომენტი არის აქ. კარგით, კიდევ ერთვის არის ეს გაშლა. როგორ გხედავენ, უცვალებ.
ძალიან ბევრს შრომობთ, ძალიან ბევრს აკეთებთ და კიდევ ერთი მომენტი არის, იცით რა მომენტი, რომ ნახეთ თქვენ აქ გეუბნებათ, რომ მოდი გადახედეთ და გაერკვიეთ, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება უსმენდეთ. ძალიან ბევრ ადამიანს უსმენდეთ და რეალურად თქვენი მე რას გეუბნებათ, ამას მეორე, მესამე პლანს გადმ თითქოს როგორი მომენტი იცით, რომ ინტუიცია კი მაქვს და ვფიქრობ, რომ ეს ესეა და ერთხელ ვიფიქრე, გამართლა, მეორედ ვიფიქრე, გამართლა, მაგრამ თითქოს მაინც რაღაცა მომენტში კი გამართლა, მაგრამ მაშინაც სხვას დაუჯერეთ, მაშინაც სხვა მოგაწოდოთ რაღაცა ინფორმაცია და არ აღმოჩნდა სწორი და თქვენი უფრო გამართლებულია, ხო? აქ თითქოს ხედავენ იმას, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უსმენთ, ძალიან ბევრ ადამიანის აზრს ითვალისწინებთ. აქცევთ ყურადღებას, ხომ? ვინ რას გეტყვით. არა და ძალიან კარგი ხედვა გაქვთ. ზუსტად იცით თქვათ, თუ ზუსტად არა, ანუ რაღაცა 50% კი არა, 70-80% იცით, როგორ იქნება სიტუაცია, რა განვითარდება, ან როგორ დაალაგდება ყველაფერი, ესე რომ ესე გხედავენ, როგორ გხედავენ. ძალიან ემოციურ, ძალიან ბავშვს, არ ვიცი, ესე ვთქვათ, მიუხედავად ამ რაღაცა თქვენი შიშებისა, თქვენი სირთულეებისა და თქვენი პრობლემებისა და ბრძოლისა, იმისა, აი იმ პრობლემების მიუხედავად, რომელიც თქვენს გაქვთ, ესე ვთქვათ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, თქვენ მაინც არ კარგავთ ბავშვურობას, არ კარგავთ ემოციას, არ კარგავთ რაღაცა სილაღეს. შესაძლებელია აქ მეორე მომენტიც იყოს, რომ არ ვიცი რატომღაც უცბად მოვიდა ეს ინფორმაცია. აქ ვიღაცას შვილებთან კონდეს რაღაც დასამუშავებელი მდგომარეობა და ცოტა რთულად იყოს ხო, ანუ ვთქვათ, მოზარდი არის გარდატეხის პერიოდში შვილების. შესაძლებელია გარდატეხის პერიოდში არ იყოს და სულად 40 და 50 წლის იყოს, მაგრამ მაინც არიან ხოლმე ესეთი დიდი ბავშვების, ხო, რაღაცა ეს მომენტიც თითქოს მოვიდა. ну, ყოველ შემთხვევაში თქვენ რაღაცა თქვენი სირთულეებიდან მიუხედავად, მაინც ხართ ბავშვური, მაინც ხართ რაღაცა ესეთი იცით როგორი მომენტია, ნახეთ, შეიძლება ერთის მხრივ ისიც იყოს, რომ არ ანახებდეთ საზოგადოებას და არ ანახებდეთ არავის თქვენს პრობლემას და საბამისად აი რაღაცა ქუჩაში როდესაც გადიხართ, ყოველთვის რაღაც ლაღი ხართ, ყოველთვის მოწესრიგებული ხართ, ყოველთვის რაღაც ესეთი ემოციით სავსე ხართ, მეგობრებთანაც კომუნიკაცია, ანუ არიკეტებით სახში, ხო? კიდევ როგორ ხედავთ, თქვენ ძალიან ბევრი რამ შეგიძლიათ. ნახეთ, ეს ადამიანები გხედავენ, რომ თუ ეხლა რაღაცაზე გეშინიათ, ну გეშინიათ, იმიტომ რომ უკვე იმდენი გამოიარეთ, რომ საშიში აღარაფერია. ესეც კიდევ ერთი გაკვეთილია, ან უბრალოდ ერთი გამოწვევა შეიძლება ითქვას იმის, რომ რაღაცა საბოლოოდ ნახეთ, გითხარით თან, რომ კარმული სიტუაციაც შეიძლება ეს იყოს ბოლო კარმული გაკვეთილი, ბოლო რაღაც კარმის დამუშავების მდგომარეობა, ეხა ეს პერიოდი, როდესაც თქვენ ზუსტად მიხვდებით თქვენი თავის ფასს, ზუსტად მიხვდებით თქვენი წარმატების საიდუმლო რაში მდგომარეობს, რომ საკუთარ თავშია და არა საზოგადოებაში და არც რაღაც სამსახურში ან ვიღაცასთან ურთიერთობაში. აქ თქვენზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული, ბევრი რამ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ დაამუშავოთ, გაუშვათ და გადახედათ, ხომ ბრძოლა, რომელსაც ახლა გადიხართ, მოდით ესე ვიტყოდი, კი, ეს ნამდვილად კარმული ბრძოლა გაქვთ და ესე არ ვიცი რატომღაც შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ რა უნდა გააკეთოთ და როგორ უნდა გააკეთოთ, ამას ნამდვილად ვერ ხედავთ და ცოტა გამოუვალი მდგომარეობები გაქვთ, მაგრამ ნახეთ, იბრძოლეთ საკუთარი ბედნიერებისთვის, იბრძოლეთ საკუთარი წარმატებისთვის, ხომ? ესეც საჭირო არის, ესეც საჭირო, რომ საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ თქვენ მიხვდეთ თქვენი თავის ფასს და გახვიდეთ, ან ნახეთ, შეგეძლოთ დატოვება იმ სივრცის, სადაც თქვენ ბედნიერად ვერ იგრძნობთ თავს, სადაც თქვენ კომფორტულად ვერ იგრძნობთ თავს. არ ვიცი, შეიძლება ვიღაცას რაღაცა პატარ-პატარა ცდუნებები აქვს, ხო, რაღაცა ფულს
ვერ უფრთხილდება ვიღაცა თქვათ და შესაბამისად სულ რაღაცა ვალები ეთება ან რაღაც მსგავსი მომენტები აქვს ან არასწორ ადამიანებს აძლევს და ხანდახან არის ხოლმე რომ შეიძლება ხანდახან კი არა ძალიან ხშირად არის რომ ამბობენ ხოლმე რომ აი მამაკაცს არ აქვს ფინანსური კეთილდღეობა, რაღაცა წარმატება და ასე შემდეგ და აი ცოლის კმაყოფაზია, ან დედის კმაყოფაზია, რაღაცა მსგავსი. ერთი რამ კარგად დაიმახსოვრეთ, როდესაც მამაკაც ხშირად ეხმარება, მე არ ვიცი ახლა არ უნდა დაეხმაროთ. არა, აუცილებლად უნდა დაეხმაროთ და დაუდგეთ გვერდში, მაგრამ როდესაც თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას სრულად თქვენ აკეთოთ ყველაფერი ქალბატონებმა, ნუ მიწყეთ მამაკაცება, ეს თქვენთვის არის უკეთესი. როდესაც ქალბატონი იღებს სრულად პასუხისმგებლობას, რომ ფინანსური კეთილდღეობა მან წარმართოს, მამაკაცებს ამ დროს ძალიან დიდი ძალა ერთმევათ ფინანსური რესურსის. ძალიან დიდი ძალა. და შესაბამისად მე ხდებიან უკვე ის მომენტი, რომ არა აქვთ ფინანსები, არა აქვთ სამსახური და რაღაც ძალიან ბევრ ამას კარგავენ. ამიტომ დახმარება, მაგრამ არა იმ დოზით, არც შვილზე, არც მეუღლეზე, არავისზე იმ დოზით არა. ნახეთ, ადამიანს თუ გინდათ რომ დაეხმაროთ, ხელი უნდა გაუწოდოთ, გზა უნდა უჩვენოთ და ყველაფერი კარგად იქნება, ხო? იმიტომ რომ იმ ადამიანს თუ დააყენებთ გზაზე და სწორ გზაზე ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, მშვენიერი გადაწყვეტილება, მაგრამ როდესაც ადამიანს პირიქით კეტავთ სახში და ეუბნები რომ შენ არაფერში არ ვარგი ხარ და მე გავაკეთებ ყველაფერს და შენ უბრალოდ სახში დაჭიქი და ვთქვათ რაღაცა ისეთი მომენტი ხო, მე მოვიდა ყველაფერს, ამ დროს ამ ადამიანს უკარგავთ აბსოლუტურად როგორ ვთქვათ, აი ნაყოფიერებას. ამიტომ ყოველთვის ეცადეთ რომ დაეხმაროთ, მაგრამ არა იმ დოზით, რომ თქვენ თვითონვე წაართვათ დახმარების მაგივრად რესურსი, რომ ეს ადამიანი გახდეს წარმატებული. და კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ ის არის, რომ ენახეთ აქ შეიძლება იყოს ეს მინიშნებაც, რომ ისწავლეთ გასვლა, ხო, რაღაცა ნუ გეშინიათ იმ რაღაცა სივრცეების დატოვების, რომელიც დატოვეთ. პირიქით ძალიან კარგია, უფრო მეტად ეცადეთ, რომ რაღაც ახალი გამოწვევები მიიღოთ ძალიან მარტივად. მოდით ნახოთ, ვინ არის ის ადამიანი, ვინც აი ამას თქვენზე საუბრობს. კონკრეტულად იქნებ გითხრას, ვინ არის ეს ადამიანი, როგორი ადამიანია, ეს გარდაცვლილი ადამიანი, ან ადამიანები. ნახოთ, რას გვაჩვენებს. ვინ არის? ადამიანი, რომელსაც ნახეთ, ვინ არის ეს ადამიანი? მე ესე ვიტყოდი, რომ ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი ტკივილი მიაყენეს, რომელსაც უღალატეს, ხო? ნუ ეს არის მარტო ის ღალატი, რომ ვიღაცა ცოლი წაართო, ქმარი წაართო, ხო? არა, აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანს ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა ცხოვრებისეულად, მან ბევრი გამოიარა, ბევრჯერ მოხვდა იმ ჩიხში და ბევრჯერ მიიღო ის დარტყმა, შეიძლება ძალიან ახლობელი ადამიანებისგანაც, ხო, რაღაც რომლისგან სულაც საერთოდაც არ ელოდებოდა ამ ტკივილების მიღებას. ადამიანმა გამოიარა ძალიან რთული პერიოდები, ესე ვიტყოდი. ადამიანმა ძალიან მძიმე მდგომარეობა გამოიარა. აქ შესაძლებელია ეს ადამიანი იყოს ვიღაცისთვის ცოტა, მოდით ესე ვიტყოდი, წინაპარი, რომელიც ემსახურებოდა ეზოტერიკას. ადამიანი, რომელიც შეიძლება ვთქვათ, რომ კი,
ეს არის ქალბატონი. ადამიანი, რომელიც ემსახურებოდა ეზოთერიკას, რომელიც ემსახურებოდა მაგიას. და შესაბამისად, არ ვიცი ხა ვინ იცით თქვენს წინაპარში ვინ არის ეს ადამიანი, რამდენად ყავდათ. არ ვიცი ხა ვის გაგახსენდებათ. მაგრამ ეს არის კონკრეტულად ისეთი ადამიანების ინფორმაცია, ვინც მიახლოებით მაინც იცით, რომ თქვენს წინაპრებში იყო მაგი. მე შევეცდები რომ ვიზუალურად ავწერო ახლა. ამიტომ ეს ახლა აქ არის. ეს არის ადამიანი, რომელიც ატარებდა სულ ყოველთვის შავ სამოსელს, როგორც დედაოები. ქალბატონს აქვს მრგვალი სახე. თვითონ არ არის მსუქანი ნამდვილად. მაგრამ ვერ ვიტყვი რომ გამხდარია. ეს ქალბატონი სამოსის მოსაცმელის ქვეშ ატარებდა პატარა სურათს. არ ვიცი, თითქოს რაღაც სურათია. ვერ ვიტყვი რომ ღია ფერის არის, მაგრამ არც ესეთი შავია, რომ თქვათ ძალიან მუქიც არ არის, რაღაც ხორბლის ფერია. ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. და ძალიან კარგად იცოდა ბალახეულის მკურნალობა. შეიძლება მკურნალობდა კიდევაც ბალახეული ნაყენებით. ვერ ვიტყვი რომ კუზი აქვს, მაგრამ მხრებში ცოტა მოხრილია და ზურგის ტკივილი ხება ხშირად ამბობდა კიდევაც, დავით თუ იმეს რამეში დაგეხმარებათ, რომ ზურგი ტკიოდა. მიუხედავად იმისა, რომ სადღაც არის ახლა მე რასაც ვხედავ 65 წელი, 60-65 წლის ასაკის, ატარებდა გრძელ ნაწნავს, შეიძლება ითქვას წელამდე, მაგრამ ყოველთვის ჰქონდა დამალული თავსაბურავით. დამახასიათებელი ნიშანი არის კიდევ, რომ მარჯვენა ლოყაზე აქვს ხალი. არც ისეთი, ვთქვათ, რომ იციან ხოლმე რაღაცა ესეთი დიდი და მითი არა, მაგრამ ხალი, რომელიც ძალიან ცოტა ესეთი ამოწეულ მდგომარეობაში არ არის, სხვანაირი ხალები რო არის, ხო, ჩვეულებრივი ხალი, რაც ესეთი ყველაზე მეტად დამახასიათებელია. კარგით, ნახოთ რისი თქმა უნდა თქვენთვის ამ ადამიანს. ფოტოშით ნახოთ რისი თქმას. გჯეროდეთ საკუთარი თავის პირველ რიგში. გჯეროდეთ თქვენი
წარმატების. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მარტო უფრო კარგად მოქმედებს ყველაფერში და მარტოს უფრო შეუძლია ბევრი რამის მიღწევა. ადამიანი, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ცხოვრებისეული, კარგად შეგიძლიათ გაანალიზოთ და გადახედოთ ყველაფერს თქვენს ცხოვრებაში. ეს კარმული გაკვეთილი, როგორც ჩანს, რასაც ახლა გადიხართ, დასამუშავებელი ქონდეთ, მაგრამ უცბად გაივლის, იმიტომ რომ თუ თქვენ ჩართავთ გონიერებას, თუ თქვენ ჩართავთ რაღაცა სიტუაციას, მე ესე ვიტყოდი, რომ ადამიანი გეუბნებათ იმას, რომ ეს მდგომარეობა მისგან გამომდინარეობს და ჩასახური გაქვთ. უნდა დაასრულოთ, უნდა დაამთავროთ იმისთვის, რომ კეთილდღეობა, სიმშვიდე და სტაბილურობა მიიღოთ, ხომ? მე ესე გეტყვით, რომ აქ ადამიანი ამბობს, რომ უნდა ჩაიხსნათ ის დრო მოვიდა, რომ თვითონ ეს შეიძლება ეს ადამიანს გაანთავისუფლოთ რაღაცა ისეთი მომენტისგან, რომელიც თქვათ არ უნდოდა რომ გაეკეთებინა, ხო, მაგრამ მოხდა. მე ესე ვიტყვი, რომ შეიძლება ადამიანს, რომელსაც ატკინეს, მან მისი ძალით გააკეთა ისეთი რამ, რაც არ უნდა გაეკეთებინა და შესაბამისად ეხლა მართალია შეიძლება ბოლო მომენტი იყოს ეს დასასრული თქვენთვის, მაგრამ გეუბნებათ იმას, რომ დაფიქრდი, გაანალიზე ყველაფერი, მარტო შეგიძლია ბრძოლა, მარტო შეგიძლია გააკეთო ყველაფერი, უბრალოდ გონება ჩართეთ და გაანთავისუფლე, დაასრულე ის მდგომარეობა, რაც აქ თითქოს ოჯახურად მოდის ეს სიტუაცია. აი თუ თქვენ განსაკუთრებით დააკვირდებით, რომ ეს მომენტი აი განსაკუთრებით ოჯახთან მიმართებაში არის რაღაცა სუდაცაპული სიტუაცია, თითქოს აი გითხარით კიდევაც რომ აქ რაღაცას ბავშვთან შეიძლება ხარ, აი თითქოს რაღაცნაირად სახში შესვლა არ გსიამოვნებთ, ან რაღაცა დაძაბულობა გაქვთ, ან რაღაცა ისეთი ქაოტური მომენტები არის, ხო, დაალაგდება ეს თქვენი ოჯახური სიტუაციები, მდგომარეობა და მე ისევ რაღაცა ქაოსდება, ხო, ეს შეიძლება რაღაცა თქვას, რომ ყველას ანუ ოჯახი მას არ ნიშნავს, რომ მაინდა-მაინც ქმარი და შვილი ხო, რაღაცა მომენტში თქვენ შვილი ხართ და თქვენ მშობლებთან დაკავშირებით თითქოს რაღაც აი თქვენი ფუძე სადაც არის იქ რაღაც დასასრულებელი გაქვთ. ეს აუცილებლად დასასრულებელი გაქვთ თან და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. მთავარია ჯერ კარგად შეისწავლოთ, რასთან გაქვთ საქმე, კარგად დააკვირდეთ თითოეულ ნიუანსს, გაერკვიოთ რა არის ეს ყველაფერი, რა მიმართულება უნდა მისცეთ და იმის მიხედვით იმოქმედოთ. მთავარია რომ არ ინერვიულოთ და არ იფიქროთ რომ ანუ რა იყო წარსულში, ეცადეთ რომ დაინახოთ მომავალში როგორ სწორდება ეს ყველაფერი. მომავალმა როგორ უნდა
აწმყომ და მომავალმა როგორ უნდა გამოიყვანოს ეს სიტუაცია, ხო, როგორ უნდა გამოასწოროს ეს სიტუაცია. აქ შეიძლება ვიღაცას ის მომენტიც ქონდეს, რომ რაღაცა საგვარეულო სიტუაციაც იყოს, ესე რა ვთქვათ. გეტყვით იმას, რომ არ არის საჭირო, რომ ყველამ და ყველაფერმა იცოდეს თქვენი ცხოვრების დეტალები, თუნდაც ამ სიტუაციასთან მიმართებაში არ არის სავალდებულო, რომ ყველას მოუყვეთ, ენდეთ საკუთარ თავს, ენდეთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენს თავს და ნუ მოსდეთ ქვეყანას და მოვიდა დრო, რომ დააბალანსოთ ყველაფერი და ყველაფერი შეცვალოთ, ხო? მოვიდა დრო, რომ დაასრულოთ ის ამ კონკრეტული ქალბატონის მიერ არ ვიცი ჩადენილი შეცდომა არის თუ უბრალოდ რაღაც ჩასახური სიტუაციები, ყველას თავთავისი ექნება, ვიღაცისთვის ეს კიდევ ერთხელ ვიძახე, რომ შეიძლება იყოს რაღაცა საგვარეულო მდგომარეობა, რომელიც დასასრულებელია, რომელიც გასაშვებია და რომელიც აუცილებლად პროცესი დაწყებულია, მაგრამ აი ამ პროცესის მდგომარეობის დროს მას სჭირდება თქვენი დახმარება, როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ სრულდება. ამიტომ მას უნდა თქვენი დახმარება. რომ გაანთავისუფლოთ ეს ადამიანი ამ ყველაფერისგან და თქვენ ხართ როგორც ჩანს მისთვის რაღაცა რჩეული ადამიანი. კარგი, თქვენ რას გირჩევთ სამყარო? მოდით ესე ვიკითხოთ, თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ სიტუაციაში? თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ სიტუაციაში? თქვენ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ ინფორმაციულად გაერკვიოთ ყველაფერში და დაასრულოთ თქვენ არ ვიცი ხო ვიღაცისთვის შეიძლება თუ კოლეგა მიყურებს მე ესე გეტყვით რომ გაანულეთ სიტუაცია წესიდარიგით ალბათ გეცოდინებათ როგორ უნდა გააკეთოთ და როგორ უნდა ჩახსნათ საგვარეულო წყევლა იქნება ეს თუ საგვარეულო რაღაცა ნეგატივი გეცოდინებათ როგორ უნდა იმოქმედოთ ამასთან მიმართებაში და გერჩევთ სამყარო რომ ჩახსენით ჩაჭერეთ ეს სიტუაცია იმისთვის რომ ცხოვრება უფრო წინ წავიდეს თქვენი ცხოვრება და უფრო რაღაცა მდგომარეობა გამოსწორდეს და საბოლოო ჯამში ეს კარმული სიტუაციაც დაიხუროს. ეს არის რჩევა. მოკლედ ესეთი ადამიანი გასტუმრა. არ ვიცი ვისთვის არის და ვისია. მე ბედნიერებას გისურვებთ. და იმედი მაქვს რომ სწორი მიმართულებით წაიყვანთ ყველაფერს, ჩახუროთ და დაწლოთ ყველანაირ შის და წინ წარმატებისკენ თითოეულ თქვენთაგანს ბედნიერებას ვუსურვებ და იმედი მაქვს რომ რა ვიცი თუ კომენტარს დაწერთ ხო კარგი, მაგრამ უბრალოდ რა ვიცი ძალიან გამიხარდება თუ თუნდაც პირადში მომწერთ თუ ვინმე ამოიცანით ეს ადამიანი ეხლა ჩემს წინ ვინც ჯერჯერობით ისევ არის. დროებით